აბა ვნახოთ რა გამოვივიდა. უგემრიელესია ჩემო ძვირფასებო. უგემრიელესი ოსტრია. უგემრიელესი წვეტიანი ოსტრია ჩემო ძვირფასებო. მაგარია. ძალიან მაგარია. მომზადეთ თქვენი რეცეპტით. გააბნეთ ხახვი წვენში. მართლაც მაყოფილი დარჩებით. ძალიან მაგარია რა ძალიან. მომზადეთ ესე. უყურეთ ჩემ აქვს. კიდევ გეუნებით რომ გადაფურსავს ტელეფონში და ამოაგდებს შემთხვევით და არ ახართ გამოწერეთ, გამოიწერეთ, არ დაიწეროთ. გემშვიდობებით ძვირფასებო, მომავალ ვიდეომდე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. თქვენ უყურებთ ლადოს აქვს YouTube-ზე. დღეს გთავაზობთ ძველ, ყველაზე ნაცნობ ხორციან კერძს, რომელსაც ეწოდება წვეტიანი. გეხუმრებით, ოსტრი ეწოდება, ოსტრი, წვეტიანი ოსტრი. მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, ვინც ახლა გახსნით ამ ვიდეოს ნახავთ, თითქოს ოსტრი ყველამ ვიცით, მე შემოგთავაზებთ ჩვენებურ ვერსიას, ამ კერძის ჩვენებურ ვერსიას. გთხოვთ, ნახეთ ბოლომდე, ვინც შემთხვევით შემოხვიდით ახლა და გახსენით ჩემი ვიდეო, ნახეთ რომ ლადოს არხი აწერია და ჯერ არ აქვს გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. დავიწყოთ კეთება, გაჩვენებთ ახლა ინგრედიენტებს და ნელ-ნელა შევუდგეთ საქმიანობას. მოკლედ დაგვჭირდება აუცილებლად ძროხის ხორცი, აქ არის კილოზე ცოტა მეტი, მეტწილად აღებულია რბილი ნაწილი ძროხის ხორცის და ცოტა მოხვდება პატარა ადგილებში, მოხვდება ცოტა ძვლიანი ადგილები. რა თქმა უნდა, ხახვი, წვანილები, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ტომატი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტომატს, რო იცოდეთ, გემრიელი ტომატია საჭირო. ამ ჯერზე მე ავიღე, არ ვარეკლამებ ფირმას, მაგრამ ავიღეთ სომხური ტომატი. ცნობილია, რომ კარგია. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ოსტრია და დაგვჭირდება წიწაკები, წითელი წიწაკა დაბქვილი, პაპრიკა და მარილი. წვანილები დაგვჭირდება ბოლოში, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. და ნელ-ნელა შევუდგეთ საქმიანობას. თავარია მომზადების პროცესი ვნახოთ. ხაზს გავუსმევ იმას, რომ ვინც მეხმარება ჩემ ამ საქმიანობაში, ჩემი მეუღლეა და ხაზი გავუსვით იმას, რომ თავის ჩვენებურ ვერსიას გთავაზობთ ოსტრის და არ გვჭირდება აქ ხახვის მოხრაკები და რამე. მივყვეთ მსვლელობას და ვნახოთ როგორ ვამზადებთ ლადოს ვერსიას ოსტრის მომზადებაში ვნახოთ. დავიწყოთ, დავჭერთ ახლა ხორცი და შევუდგეთ საქმეს. დავიწყოთ დაჭრა. დაახლოებით აი ესეთი კუბიკები უნდა დაიჭრას. დიდი ნაჭრები არ არის საჭირო. ეხლა გავრეცხოთ კარგად. დავასადოთ ახლა ცოტა ხანი წამოდუღდება და აუცილებლად პირველი ხაფი მოვხსნათ. დროა, რომ მოვკიდოთ ხაფი, მოვხსნათ ხაფი, წამოდუღდა უკვე. ეს აუცილებელი პროცესია. მანამ იხარშება ჩვენი ხორცი, ძვირფასო მეგობრებო, დავჭრათ ხახვი, მწვანილი მოვამზადოთ, უკვე ბოლოსკენ რო წავა, მე ამ ყველაფერს გავუკეთებთ და მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის სპონსორია უძრავი ქონების სააგენტო ლადოს სახლები. ვიდეოს ქვეშ
კომენტარებში იქნება მითითებული სხვადასხვა ლინკები, მათ შორის Facebook ლინკებიც, სადაც მოცემულია სხვადასხვა უძრავი ქონებები. თუ ხართ დაინტერესებული, რომ ნახოთ ეს სახლები, მიწის ნაკვეთები, გახსენეთ ეს ლინკები. ზოგი არის YouTube-ის ლინკით, ზოგი Facebook ლინკით. გავაგზავნოთ ვიდეოს ყურება. აი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მნიშვნელოვანი მომენტია. ხო ვიძახით, რომ ოსტრიმ ყველა ვიცით, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერსიას გთავაზობ და ამიტომ ეხლა ხალხს უსმევ ერთ მომენტს. ხორცი უნდა მივიდეს თითქმის მოხარშვამდე, არ უნდა იყოს კარგად მოხარშული, იმიტომ რომ ეხლა უნდა უყოთ ხახვი, დაჭრილი გვაქვს მომზადებული და გავსინჯოთ ხორცი, უნდა იყოს ნახევრად მოხარშული. დიახ, აი ეგეთია, ნახევრად მოხარშულია. თინათან მოიხარშოს, იმიტომ რომ ხახვიც უნდა მოვხარშოთ, თითქმის მოხარშვა გამოდის. ხახვის ხო სწორია? ჩაწყალდეს უნდა ჩაწყალდეს. იმიტომ ხორცთან ერთად ეხლა უნდა ხახვიც ჩავყაროთ. მარილით შეიძლება უკვე დავამატოთ. მარილი. და კიდე დავაცადოთ, კარგად ჩაწყალდეს უნდა ხახვი. აი როგორც შეგპირდით, მეგობრებო, ხახვი თითქმის გადნა წყალში და ხორცთან ერთად. აი ამ კონდიციამდე მივიყვანეთ. აი ეს არის პრინციპი ჩვენებური რეცეპტის, ოსტრის. ხახვი გავადნეთ და ეხლა მწვანილს მოვამზადებთ და სუნელებს მოვამზადებთ და ნახავთ შემდეგ როგორ ვაკეთებთ და ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, ჩვენ მწვანილს გავუკეთებთ სულ ბოლოში და გავთიშავთ გაზს, სულ ბოლოში. ვამატებთ ტომატს. საკმაოდ ბევრი უნდა. კაი ტომატი გამოვიყენეთ. ტომატი უკვე უყავით, ჩემო ძვირფასებო და მწვანილები. ხაზგასასმელი თემაა. მწვანილებს ვიყენებთ ქინძი, პეტრუშკა და რეჰანი. წითელი დანაყული წიწაკა და წითელი პაპრიკა. რა თქმა უნდა, აი ეს არის ჩვენი სუნელები, რაც უნდა უყოთ. ეხლა ჩავაყაროთ ჯერჯერობით აი ეს სუნელები და როგორც გითხარით, მწვანილი სულ ბოლოს და ვთიშავთ მერე გაზს. აი, ჩემო ძვირფასებო, წავიდა პაპრიკა, რეჰანი და წითელი დაფხვილი წიწაკა. მე მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ. მედავებიან, ბევრი წიწაკა არ უყოვო, უნდა ბევრი წიწაკა, მაგრამ ვითვალისწინებ ოჯახის წევრების მოთხოვნას, არ უშვები ბევრ წიწაკას. ზოგადად მეტი უნდა, რომ იცოდეთ. ეხლა ეს მოვურიოთ ესე კარგად და დაახლოებით კიდე ერთი 10 წუთი აი ესე ვადუღოთ, ცოტა წვენი რო დაშრეს და გაუჯდეს გემოები. და ბოლო აკორდი მწვანილი. და ერთი წიწაკა. სულ დავტოვოთ 2-3 წუთი ესე. დროა, რო გავსინჯოთ, რა გამოგვივიდა, ძვირფასებო. ნახეთ, რა გემრიელობაა. უგემრიელესი. აბა გავსინჯოთ ერთი. რა გამოგვივიდა. მწვანილს ბოლოშიც ვაყრი ხოლმე მე აი ესე. ზემოდან. და გავსინჯოთ ეხლა. აბა ნახოთ.
უგემრიელესია ჩემო ძვირფასებო. უგემრიელესი ოსტრია. უგემრიელესი წვეტიანი ოსტრია ჩემო ძვირფასებო. მაგარია. ძალიან მაგარია. მომზადეთ თქვენი რეცეპტით. გააბნეთ ხახვი წვენში. მართლა მაყოფილი დარჩებით. ძალიან მაგარია რა ძალიან. მომზადეთ ესე. უყურეთ ჩემ აპს. კიდევ გეუნებით რომ გადაფურსავს ტელეფონში და ამოაგდებს შემთხვევით და არ ახართ გამოწერეთ, გამოიწერეთ, არ დაიწეროთ. გემშვიდობებით, ძვირფასებო, მომავალ ვიდეომდე.